გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვტ საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. ამერიკული მხარე გამოძიებას დაიწყებს, კიევი აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციაზე, საქართველო კი ჩინეთს უახლოვდება. ამ თემებზე კი ამბობთ დღეს. ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ ბაქოში ისევ დააკავეს. სადიგოვი აზერბაიჯანის დატოვების შესაძლებლობას ელოდა მას შემდეგ, რაც ის საქართველოდან აზერბაიჯანში იქნა ექსტრადირებული. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის ხელახალი გააქტიურება აჩენს კითხვებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების შესაძლო კოორდინირებულ მოქმედებებზე. სადიგოვის საქმე ტრანსნაციონალური რეპრესიების მოტივით ევროპული სასამართლოს განსახილველი გახდება. აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. აქტივისტები თბილისში სადიგოვის დაკავებას ეხმაურებიან. საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევები ექსტრადირებული და შუაღამის საქართველოსა. ეს გააკეთა ოლიგარქმა პრორუსმა ბიძინა ივანიშვილმა. კონკრეტულად ამ ადამიანს ედება ბრა. აფგან სადიგოვი კილომეტრებით მოდიოდა გლდანი და რუსთაველის განძილზე ფეხი, ხშირი, სიცხიანი და ყოველთვის პუნქტუალურად მასაძე იდგა ადგილზე და იხედა იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ რუსთაველის განძილის ხალხი, წუხელის შეშფოთებულები, ცრემლები, დიდებით რუსთაველის განძილზე აი ამ ფოტოს აფგანისი. და აი მისი სლოგანი ბოლომდე სულ რო იძახდა, მოვიხო გზებს ვეძებ ყველას მივმართავთ, რომ ეს ადამიანი დაუხოვნებლივ ისოსებიდან იქნეს გამოხსნილი. ტრანსნაციონალური რეპრესიების პრაქტიკაში საქართველოს მონაწილეობაზე არსებობს ჩვენი ანალიტიკური რეპორტაჟი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ვტ საქართველო ნიუსის Facebook და YouTube გვერდებზე და თან გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელი. ვაშინგტონის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოში ჩინეთის, რუსეთის და ირანის მზარდი გავლენების შესახებ კანონპროექტის სახე მიიღო. ჯო უილსონის ინიცირებულ დოკუმენტს კონგრესის ქვედა პალატაში მხარი ორივე რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა დაუჭირა. არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ კანონპროექტს ზედა პალატა სენატიც დაამტკიცებს. ამ დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და ეროვნული უშიშროების სააგენტომ 6 თვეში უნდა მოამზადონ საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელების მოქმედების შესახებ. კონგრესმენები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის მონაწილეობაზე. დებატების დროს კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დასჯა კი არა, ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაა. ასევე იმის დადგენა, რამდენად ღრმა რუსული და ჩინური გავლენა ქვეყანაში და რა პირობებში იქნება შესაძლებელი აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი აგრძელებს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ქვეყნის მიყიდვას. ქართული ხალხის ნების და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ კარს ფართოდ უღებენ პუტინს და ირანს. არჩევნები საქართველოში გაყალბდა. ამასთან ერთად მათ აქვთ ანტიამერიკული პროპაგანდა და ახლახანს დაადანაშაულეს პრეზიდენტი ტრამპი, რომ დიპსტეიტის აგენტია. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი იყო საპატიო სტუმარი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. თბილისის ყოველდღიურ აქციებზე კი ხალხს ტრამპის მხარდაჭერი გიგანტური პლაკატები უჭირავს. მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა ახლახანს დაადანაშაულა ჩვენი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტყუილში. ეს რეჟიმი საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც ტრამპმა მიაღწია სამხრეთ კავკასიაში და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რაც გქონდა საქართველოსთან, თუმცა ურთიერთობები ვერ შეიცვლება, სანამ იქ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატაში მიღებულ კანონს ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით უპასუხა. ქართული ოცნების მთავრობამ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლის თავი ყოვლის მომცველი სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებით აღნიშნა. რა წერია ხელშეკრულებაში ჯერ ცნობილი არ არის. ჩინეთთან დაახლოება იმ ფონზე ხდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია. ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა, ხოლო აშშ კანონმდებლებმა ქართული ოცნების მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის, მათ შორის ჩინეთთან დაახლოების გამოძიება დაიწყეს. კვლავ გაუმჭვირვალეა ჩინური კონსორციუმისთვის ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეკრულება.
ეხლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოველის მოუცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ 3 წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორხრივი ურთიერთობებისთვის, ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის ორხრივად იცით რომ უიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს უკვე, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. უკრაინა და მოლდოვა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან გაწევრიანების გეგმას. უკრაინასა მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. განაცხადა ომში მყოფი სახელმწიფოს რეფორმების მხარდასაჭერად კიევში მყოფმა ევროპარლამენტარმა მარტა კოსმა. რა პროცესს ხდება ამასობაში საქართველოს? ამის შესახებ კიევიდან ისაუბრებს პოლიტიკის მეცნიერი 2012 წელს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე. თორნიკე, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ რთული შეხვედრების და სამუშაო გრაფიკის მიუხედავად გამოძებნეთ დრო. თქვენ ახლა კიევში იმყოფებით, მონაწილეობთ ისეთ პროცესებში, რაც პრინციპში საქართველოსაც უნდა ეხებოდეს იმ შემთხვევაში, თუ კი არ იქნებოდა ასეთი დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირსა და ამჟამად საქართველოში ძალაუფლების მყრობელთა შორის. თუ შეგიძლიათ რა აღწეროთ, რა ხდება ჯერტი კიევში და მეორე ერთი თუ ფიქრობთ ხოლმე, რომ აი საქართველოში რა უნდა ყოფილიყო აქედან გამომდინარე? კიევში ძალიან ბევრი რამ ხდება. პირველ რიგში ძალიან დიდი ცვლილებებია, ღრმა ცვლილებებია ფრონტზე და ეს არის მაინც ყველაზე მთავარი. და შეინიშნება იქ ცვლილებები რუსეთის მხრიდან, რიტორიკაში, ქცევაში. თუმცა ეს შეიძლება სხვა საშიშროებებსაც მოიცავდეს, იგივე დაძაბულობის სხვაგან გადატანა შეიძლება უნდოდეს რუსეთს, ამიტომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია აშკარად უკრაინის სასიკეთოდ იცვლება. ამიტომ ამას შეიძლება სხვა საფრთხეები მოყვეს შემდეგ, მაგრამ პირდაპირ უკრაინისთვის ეს საკმაოდ დადებითია. მეორე რაც მნიშვნელოვანია და რაშიც უფრო კომპეტენტური ვარ, არის ის, რომ ევროკავშირი ხსნის მოლაპარაკებებს, იწყებს მოლაპარაკებებს უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში. გუშინ იყო ჩამოსული ევროკომისარი მარტა კოსი, რომელიც გაფართოების კომისარია და აგრეთვე სამეზობლოს კომისარია. და მან თქვა, რომ საერთოდ ბოლო 2 წელიწადში მას შემდეგ რაც დაიწყო მოლაპარაკებები ზოგიერთი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, აგერ მოლდოვასთან და უკრაინასთან იწყება მოლაპარაკებები, უფრო მეტი რამ გაკეთდა გაფართოების კუთხით, ვიდრე 15 წლის განმავლობაში. ანუ ბოლო წევრი, რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი, იყო ხორვატია და იმის შემდეგ 2013 წელს თუ არ ვცდები, იმის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა ამ კუთხით და ეხლა იხსნება ეს პერსპექტივა და ევროკავშირსაც და უკრაინასაც რა თქმა უნდა აქვს სურვილი რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. დიახ, ასეთი შთაბეჭდილება, თორნიკე, ესეთი შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ ინტენსიურია ეს პროცესი, მიუხედავად ყველა სირთულეებისა, მიუხედავად ომისა უკრაინაში და ამასობაში საქართველოს არ არის ფაქტობრივად ამ პროცესში. თუ ახსენებენ მან საქართველოს, ან თქვენ რას ფიქრობთ ხოლმე ამ სამუშაო პროცესში? ესე იგი, მოლაპარაკებები დაყოფილია ვიცით 33 თავია, ზოგი თავი არის შედარებით მარტივი, ზოგი უფრო რთული. კლასტერებად არის დაყოფილი. პირველი კლასტერი არის უფრო აი რასაც rule of law ეძახიან, აი ამ თემის ქვეთავები, რომლებზეც დაიწყება, რომელიც გაიხსნება პირველები იქნებიან ესენი, შემდეგ მას მოყვება სექტორალური, ანუ ეკონომიკური თავები. ასევე მოლაპარაკებები იწყება მოლდოვასთანაც, ეს ოფიციალურად გამოცხადდება ძალიან მალე, 18 ივნისს ალბათ. და აგრეთვე გერმანიისა და საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა შესთავაზეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს საერთო ბაზარში მთლიანი გაწევრიანება. ანუ სანამ დამთავრდება მოლაპარაკებები, ისინი გახდნენ მთლიანი ბაზრის წევრი და ასეთი შემოთავაზება შეიძლება
კონდეს უკრაინასაც და მოლდოვასაც თუ ნაწილობრივ მაინც გარკვეულ სექტორებში სადაც მიღწეულია ნიშნულოვანი რეფორმები არის გატარებული და მიღწეულია გარკვეული ევროკავშირთან დაახლოება. რა თქმა უნდა, ამ პროცესებში ყველა აღნიშნავს იმას, რომ მესამე კანდიდატი ქვეყანა ასოცირების ტრიოდან საქართველოს სრულად ამოვარდნილია ამ პროცესებიდან. ყველაფერი ეს პროცესი არის გაყინული და ეს არის გაყინული საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მართალია ისინი იმეორებენ, თუნდაც მოეჩვენა დანარჩენ სამყაროს, რომ მათ არ შეუჩერებიათ ეს პროცესი, არადა 28 ნოემბერი 2004 წლის ყველას ახსოვს. იქ იყო თეთრით შავზე, თუ შავით თეთრზე უბრალოდ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს წყვეტდა ყველანაირ ინტეგრაციის პროცესს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ის რომ 2028 წელს თურმე ისინი აღადგენენ, ეს არის სრული აბსურდი. უკრაინა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ უკრაინა იცავს მთელს ევროპას, უკრაინა ჭირდება ევროპას უსაფრთხოების კუთხით და ჭირდება აგრეთვე უკრაინა მინდეს მიაღწია, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ინოვაციებით, სამხედრო მრეწველობის განვითარებით გადაიქცა ერთ-ერთ მთავარ ქვეყანად ევროკავშირში და ევროკავშირს ჭირდება, სასიცოცხლოდ ჭირდება უკრაინა უკვე საკუთარი უსაფრთხოებისთვის. თუმცა და ამას უკრაინა ძალიან კარგად ხვდება და ამიტომ ეუბნება ევროკავშირს, რომ მართალია შეიძლება მე ეკონომიკურად მზად არ ვარ და ბევრ სხვა საკითხში მზად არ ვარ. იგივე კორუფციის თემა არ არის ბოლომდე ამოფხრილი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვერ შევძლებ ამ რეფორმების გატარებას, თქვენ თუ არ მაჩვენეთ კეთილნება, რომ დაჩხარებული წესით მიიღებთ უკრაინას. მე ძალიან რთული რეფორმების გატარება დამჭირდება ქვეყანაში და გუშინაც ამაზე იყო საუბარი, იმიტომ ერთი მხრივ იყო მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინის მხრიდან ვიცე-პრემიერი კაჩკა, რომელიც ფაქტიურად ამბობდა, რომ მას ის უჩქარის უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, რომელიც ამბობდა, იცით მე ამ რეფორმებს ასე მარტივად ვერ მივიღებ, მე მჭირდება კონსენსუსი, ყველა პოლიტიკური ძალის და ასე შემდეგ. და ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია, მაგრამ ისინი ამ პროცესში არიან და ოღონ ეხლა ამ ეტაპზე ცოტა რთული იქნება თქვა, როდის გახდება უკრაინა წევრი. უკრაინის პრეზიდენტის სურვილია, რომ გახდეს 2027 წელს. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი უკრაინისთვისაც და ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც რეგიონის, მაგრამ თუ 2030 წელს ეს მოხერხდა, ესეც შეიძლება ჩაითვალოს საკმაოდ პოზიტიურ მოვლენად. საქართველოს საერთოდ ამოვარდნილია. ეს კი არა, უკვე სომხეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სომხეთი ბევრად უფრო უახლოვდება ევროკავშირს და ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე საქართველო. მაშინ როცა, რა თქმა უნდა, აი თუნდაც 2012 წლის მონაცემებით საქართველო იყო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. საქართველოს ჰქონდა ეს ფორა, დღესდღეობით ეს ყველაფერი არის გაყინული და არის უკუსვლა პირიქით, იმიტომ რომ საუბრობენ უკვე უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რაც ძალიან ცუდი იქნება. და საუბრობენ ამ ვიზოს შეჩერებაზე არა მარტო იმიტომ, რომ არალეგალური იმიგრაცია საქართველოსთან არის, არა მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად საქართველოს ხელისუფლება დილიდან საღამომდე ერთადერთი საქვთ, რა ქვია, სამიზნე, არც ირანი, არც რუსეთი, არავინ საქართველოს პრობლემებს არ უქმნის, უქმნის მხოლოდ ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ისინი ევროკავშირმა იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ აი როგორ შეუშალოს ხელი ევროკავშირმა უბრალოდ უსაფრთხოების გამო იმას, რომ საქართველოში ასე ღრმად გაიდგა ფეხები ზოგიერთი ქვეყნების სპეცსამსახურებმა, რომლებიც ევროპის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ტყუად არიან განწყობილი. აი ეს საკითხის გასა სხვადასხვა ამას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროები უფრო მეტად ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობა. დიდი მადლობა, კი ცნობილია, რომ ფაქტობრივად დარღვეულია ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, წარმატებები კიევში. ეს იყო თორნიკე გორდაძე, პოლიტიკის მეცნიერი, გვერდებოდა კიევიდან. სანამ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას აღრმავებს, ხოლო ტრამპის გზა, იგივე სიუნიქ ზანგეზურის პროექტი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რუკას ცვლის, საქართველო პირიქით არ თულებს ურთიერთობას მთელს დასავლეთთან. ნინო ვარძელაშვილი გიამბობთ, როგორ მოხდა, რომ ისტორიული შანსი, რომელიც ოდესღაც საქართველოს ჰქონდა, ახლა მხოლოდ მეგობარ სომხეთს ეხება.
ტრამპის გზას სომხეთი ოფიციალურად დაადგა. სომხეთსა და ამერიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებით ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დაიწყება. დოკუმენტის მიხედვით, სომხეთის სუვერენიტეტი და იურისდიქცია სასაზღვრო და საბაჟო ოპერაციებზე აბსოლუტური და უდავოა. ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დავალოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ ისეთივე დროებითი მოვლენა. დროებითი მოვლენა, როგორც მას ირაკლი კობახიძე უწოდებდა, უკვე წელიწადნახევარია გრძელდება. საქართველოსთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისტორიული სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა. შეწყდა სტრუქტურული დაფინანსებაც, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები შტატებიდან იღებდა. საქართველოში ამერიკის წარმომადგენლების ბოლო ვიზიტის პარალელურად ერევანს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტუმრობდა. ტრამპის ადმინისტრაცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას საქართველოსთან ოცნების მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ განიხილავს. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მივიღეთ რეალობა, როდესაც ერთი მხრივ შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, მაგრამ ამავდროულად გაფორმდა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, თუმცა სომხეთთან ახლა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ყოვლისმომცველ პარტნიორობამდე სტრატეგიულ პარტნიორობამდე არის დაყვანილი. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება იმ პოლიტიკურ გეზს, რომელიც არჩეულია ქვეყნების მიერ. სომხეთი დღეს უახლოვდება როგორც ვაშინგტონს, ასევე ბრიუსელს და დასავლეთის მთავარ მოკავშირედ იქცა რეგიონში, მაშინ როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად ჩვენ ეს სტატუსი დავკარგეთ. სომხეთი ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმების გაფორმებისთვისაც ემზადება. საქართველოში კი უკვე არსებობს შიში, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავს. ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება. 2024 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეუჩერა. დღეს სომხეთი არის დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო 2011 წელს საქართველოს, როდესაც ასე ვთქვათ, სწრაფი ტემპით დაიწყო საქართველოს ევროინტეგრაცია და სადაც სომხეთმა რუსეთის ზეწოლით უარი თქვა ამ ყველაფერს. რეალობას თვალს თუ გაუსწორებთ, დღეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე და ამით წყალში ყრის ყველა იმ მიღწევას, რომელიც საქართველოს ამ გზაზე ჰქონდა. რუსეთი, რომლის ინტერესები ძლიერდება საქართველოში, ძალებს კარგავს სომხეთში. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ერევანს ეკონომიკური ემბარგო დაუწესა და ბოსტნეულის იმპორტი შეაჩერა, ფაშინიანის ხელისუფლება ცდილობს ბაზრის დივერსიფიკაციას. საქართველო კი პირიქით ზრდის კრემლის ეკონომიკაზე დამოკიდებულებას, რასაც აჩვენებს საქსტატის ბოლო მონაცემებიც. სომხეთს ესე იგი მობეზრდა დე-ფაქტო რუსეთის კოლონიად ყოფნა, მართლობა ესე იგი ეგეთი რუსული სტილის, ხო? რომელიც სომხეთში იყო 20 წლის მანძილზე. ხალხს ძალიან მობეზრდა, იყო უკიდურესად კორუმპირებული, იყო უკიდურესად არაეფექტური და როდესაც მოვიდა ფაშინიანი ახალი იმედი თავისი ისე თქვა და ესე იგი ხაერდოვანი რევოლუციით, ძალიან დიდი იმედი შეიქმნა. მსგავსი დინამიკა არის ახლაც. ფაშინიანი არის წინ, მისი პოლიტიკური ძალა. სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური ვექტორები იცვლება. თუ 2023 წლამდე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ლიდერის პოზიციას საქართველო იკავებდა, დღეს დასავლეთის ორბიტაზე დარჩენის შესაძლებლობას რეგიონში სულ უფრო მეტად სომხეთი ქმნის. სპეციალისტების შეფასებით, ეს ტენდენცია ნათლად გამოჩნდა ერევანში გამართულ ევროკავშირ-სომხეთის სამიტზეც. საქართველო ამჟამად ევროატლანტიკურ სივრცეს ჩამოშორებულია, თუმცა სომხეთის აქტიურობის წყალობით ევროპა სამხრეთ კავკასიიდან არ გადის. დღეს ამით ვასრულებთ. დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. გუჯერა რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. მომავალ შეხვედრამდე.